მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ბენს. გამარჯობა მოგესალმებათ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. თავიდანვე მინდა დავიწყო ფრაზით თავისუფლება ონისე ცხადაძეს და რეჟიმის ყველა პატიმარს. საერთოდ ფრაზა თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს ისტორიაში შევა როგორც ფრაზა კართაგენი უნდა დაინგრეს. რომის სენატში ერთ-ერთი სენატორი ყველა გამოსვლისას ამთავრებდა ამ სიტყვით კართაგენი უნდა დაინგრეს. ხო და რა დაემართა კართაგენს მალე? ყველამ ვიცით, ასე რომ თავისუფლება ონისე ცხადაძეს და რეჟიმის ყველა პატიმარს. ჩვენ ვიცით რომ ონისე გვიყურებს, ამიტომ ეს გადაცემა შენ გეძღდება ხო? დავკნათ ონისე. მუშაობთ. ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო ტალღის ფონზე ვიწყებ ჩემს მონოლოგს. 5 ამბავი მაქვს თქვენთვის. 5. კარგი, ცუდი, სასაცილო, სამარცხვინო და სავალალო. რომლით დავიწყო? მაგრამ არც ვიცი რომლით უნდა დავიწყო. მოდი 5-ვეს ერთდროულად გეტყვით. ყაველაშვილი თვით გამოცხადებული პრეზიდენტია. ხო, აი ამ 5 ამბავი არის, ეს 5 ამბავია ერთდროულად. ეს ამბავი მთავრობისთვის არის კარგი, ოპოზიციისთვის ცუდი, ხალხისთვის სასაცილო, იმიჯისთვის სამარცხვინო და საბოლოო ჯამში სავალალო. ძვირფასო მეგობრებო. ყაველაშვილი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტია, ხალხო. ეგრეთ წოდებული ისე გამიხარდა მე პირადად მეტი რო არ შეიძლება როგორც იქნა გავიტანეთ ჩვენი კანდიდატურა იუმორისტებმა. ჩვენი ყავს კიდე ესე იგი ჩვენი ესეთი ბედნიერი ვარ. ალბათ ეს ყველაფერი იმ ბრძენი კაცის გათვლაა ძვირფასო მეგობრებო. განათლებული კაცი რომ დაენიშნა და უცებ იმას გონება გახსნოდა. მერე სად წავიდოდა ბიძინა. სად წავიდოდა ბიძინა და ყაველაშვილზე კიდე 100%-იანი იცის რომ შანსი არაა გონება გაეხსნას. შეგახსენეთ რომ მიხეილ ყაველაშვილი არის ქართულ ოცნებასთან არსებული პარტიის ხალხის ძალის წევრი. სხვათა შორის ხალხის ძალამ თავზარდამცემი განცხადება გააკეთა. მოდით ვნახოთ ხალხის ძალის დეპუტატ მაჭარაშვილის განცხადება. მაჭარაშვილის თქმით, ხალხის ძალა უმრავლესობას ტოვებს და ჯანსაღ ოპოზიციას დაუდებს სათავეს. ხალხის ძალამ უმრავლესობა დატოვა. დატოვა და გადავიდა ოპოზიციაში ძვირფასო მეგობრებო. ამათ ეს დიდი უბედურება რა უნდა მოხდეს. აი ეს ყველაფერი რას გავს ისით ჩვეულებრივ პოლიტიკურ ეროტიკას. მოდი ახლა ესე ვიყოთ. მოდი ახლა მე აქეთ გადავალ, შენ იქეთ იყავი. მოდი ახლა ისევ ერთად ვიყოთ, მოდი. ოღონდ შენ ცოტა იქეთ მხარეს იყავ, მე აქეთ ვიქნები. მოკლედ ჩვენ ნუ დაგვანახებ და საკუთარ პარლამენტში რაც გინდათ ის გიკეთებიათ. საინტერესო თემაზე გადავდივარ მეგობრებო, 14 დეკემბერს საღამოს 7 საათზე კახიკალაძემ დაანონსა ნაძვისხის ანთების ღონისძიება. თან ხაზი გაუსვა რომ ეს კეთდება ჩვენი ბავშვებისთვისო. მართლაც საღამოს საპროტესტო აქციის პარალელურად ქართულმა ოცნებამ რუსთაველზე მოიყვანა ჩვენი ახალი თაობა, ჩვენი ბავშვები. მოდით ნახოთ ეს კადრები, როგორ მოდიან ბავშვები ნაძვისხის გახსნაზე. პირველ რიგში ეკუთვნის ჩვენს პატარებს, ბავშვებს, თუმცა რადიკალურმა ოპოზიციამ აქაც მიიკადრა უკადრებელი და ნაძვისხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა. თლათ ესე თოთო ბავშვებსაც თუ მიიყვანდით არ მეგონა. აშკარად ჯერ პატარები არიან, ამათმა რა უნდა გაიგონი იქ, რა უნდა გაეგოთ იქ. თან ამ ყინვაში არ გაცივდებოდნენ ის პატარა ბავშვები, როგორ აი მართლა რა იპა ჯერ აესმის იმ პატარას. ღმერთო რა სასოდაობა ამდენი ბავშვი გამოაბრუნეს უკან ამ უსამშობლოებმა. საწყალი ბავშვები ბოლო ხმაზე ტიროდნენ და იგინებოდნენ. აი უკან წამოსვლისას ისეთ დღეში იყვნენ ბავშვები. თქვენ მართლა არა ადამიანებო თქვენ. როგორ უნდა იცხოვროთ იმ ბავშვების სოდვით, იმ 50 წელს გადაცილებული ბავშვების სოდვით, რომლებიც ნაძვისხის ანთების ღონისძიებაზე იყვნენ მისული და ჩაუშხამეთ საახალწლოზე იმი. თქვენ ხალხი ხართ? შოკი მიიღეს ბავშვებმა ამ 50 წლის ზემოთ გადაცილებულმა ბავშვებმა. დღემდე სასმელში აღჭობენ და გალოთდნენ ბავშვები. ბავშვები გაალოთეს ამ ფარჩაკებმა.
ამ ვაი ოპოზიციამ დაიწყო ინტრიგული კითხვები, ეს რანაირი ბავშვები არიან ამ ხელა ხალხიო და მე გეტყვით, მე რიან სპეციალურად ისეთი ბავშვები შეარჩია, ნაადრევად რომ აქ ტანი აყრილები. ანუ გარდა ტეხის ასახში რო არიან ბავშვები, ეს ისეთები მოიყვანეს სპეციალურად. არა და საქსტაც რომ ვკითხო, ვერ მრავლდებითოერიო გადაშენების პირას ვართო. მაშინ საიდან ამდენი ბავშვი ნაძვის ხესთან? თან როგორი ბრგე, ჩამოყალიბებული, ახოვარი თაობა მოდის. ამათ შემყურე დავწმუნდიო საქართველოს გადაშენება არ უწერია, რა ვიცი, ახლა მე ესეთი ბავშვები მე ამაყება, ესეთი ახალი თაობა. მე მინდა გაჩვენოთ კადრი, როგორ იცავდა მთავრობა ნაძვის ხეს. ნახოთ ეს კადრი. 1000-ობით პოლიციელი იცავდა ნაძვის ხეს. ძვირფასო მეგობ, წარმოგიდგენთ, ამდენი პოლიციელი დგას და იცავს ნაძვის ხეს. ამდენი პოლიციელი რომ ეგრეთ წოდებულ საზღვართან ჩაეყენებინათ, გაცილებით ნაკლებ სოფლებს დავკარგავდით. რა ვიცი, სრულიად არანორმალურ პერიოდში გვიწევს ცხოვრება. ნაძვის ხეს იცავს პოლიცია. მე ეგეთი არაფერი არ მსმენია საერთოდ. რა მდგომარეობაში არის კობახიძე, იმ მდგომარეობაშია მთელი სახელმწიფო სისტემები. ანუ ავად არიან. ავად. ამ საჯარო მოხელეებთან და ამდენ ძალოვანთან ერთად რუსთაველზე გამოჩნდნენ ქართული ოცნების დეპუტატები. გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე. ნახოთ ლაშა ტალახაძის განცხადება. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ბავშვებს ახალ წელს ართმევთ. ესე იგი, ჩვენ ბავშვებს ახალ წელს ვართმევთ და ესენი მომავალს. ამიტომ ლაშა ჯობია ქართული ოცნების იმ ცოდვების ტვირთს დაეჭიდო, რომელშიც შენ ჩაქრთეს და ასწიო. გარწმუნებ, გაცილებით მძიმეა, რაც ოდესმე რომელიმე შტანგა არ გიწევია. დედაქალაქში არ გაიმართა საახალწლო კონცერტი, მაგრამ სამაგიეროდ რეგიონებშია დახუნძურული საახალწლო პროგრამები. მოდით ნახოთ, ვინსად იმღერებს და რაც მთავარია ამ სიმღერაში ჩვენი, ანუ ბიუჯეტის ფულიდან ვინ რამდენს აიღებს, ვის რამდენს გადაუხდიან, მაშასე დავიწყოთ. ნუცა ბუძალაძეს ახალციხეში საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის 18000 ლარს გადაუხდიან. მშვენიერია, არ ვჩერდებით შემდეგი. ცხეთის მუნიციპალიტეტი წინა საახალწლოდ მასტერისა და გუფი ლენდისთვის ჯამში 22802 ლარის გადახდას გეგმავს. არ ვჩერდებით ძვირფასო მეგობრებო, შემდეგი. საახალწლო კონცერტებში ღამის შოუ 100000 ლარს აიღებს. ხომ არ მოიწყინეთ? კიდევ ვაგზელებთ. ფოცა და წყალტუბოში საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ჯგუფი მიქსტურა ბიუჯეტიდან ჯამში 28000 ლარს მიიღებს. აბა კიდე გაუძელით, ვაგზელებთ. ნიკა ნიკვაშვილს ბიუჯეტიდან 53572 ლარს გადაუხდიან ქუთაისის საახალწლო კონცერტისთვის. ბოლო ორი არ მეცნო, საერთოდ ვერ გავიგებინები იყვნენ. ეს მიქსტურა და ნიკვაშვილი არ ვიცი. მაგრამ კარგია რომ არ ვიცი, გადარჩენილები ვართ. არავინ იცის ესენი ვინ არიან და ამდენ ფულს უხდიეთ და თქვენ წარმოიდგინეთ რომ ვიცოდეთ რამდენს გადაუხდიდნენ. ნუცა ბუზალაძე 18000 ლარიო, ხედავთ? ნუცა ბუზალაძე ორივე მხრიდან ძალადობას რომ ემიჯნებოდა, ეს თანხაშიც როგორ აისახა. მანამდე 25000 ლარს უხდიდნენ. როგორ დაუგდეს ფასი, ხედავ, კაპიკებში ატილავებენ. კაპიკებში 18000 ლარი, რა არის 18000 ლარი? მინდა გითხრათ, ეს ყველაფერი არ არის, რაშიც ასე იფლანგება ჩვენი ბიუჯეტის, ანუ ხალხის ფული. მხოლოდ ნაძვის ხე არ იყო ის, რაც წინა კვირაში ოცნებამ ვერ დადგა. იყო კიდევ ერთი რამ, რაც მთავრობამ ვერ დადგა. უпростоრად დადგა და იმავე დღეს აიღეს. ეს იყო ძეგლი რუსთავში. სახელწოდებით 64-ის კარიბჭე. მოდით ნახოთ როგორ გამოიყურება ქართული ოცნების აზრით 64-ის კარიბჭე. თუ შეიძლება არ დაგეზაროთ რა, პროდიუსერს მინდა ვთქო, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ 64-ის კარიბჭე. ახლო კადრითაც ხო არ შეიძლება ვაჩვენოთ. ხო, შეიძლება ახლო კადრიც კაი. ნახე რა საინტერესო. წესით ამ ძეგლის გვერდით უნდა დაედგათ გასაღების ძეგლი. რაღაც დატვირთვა მაინც ექნებოდა, მაგრამ ქართულ ოცნებას ამის გასაღები აქვს დაკარგული და ამიტომ
ვერ დადგეს ფიზიკურად აი ამ ძეგლის გვერდით გასაღების ძეგლი. ეს ქანდაკება რეალურად რასაც გავდა იმას ასე პირდაპირ ვერ გეტყვით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ამიტომ შევეცდებით წინადადებით მიგანიშნოთ. საქართველოში უწყვეტი აქციების ფონზე ქართულ ოცნებას უკვე დაწყებული აქვს ქანდაკების ჟიმჟიმი. აირანაირად რანაირად ალბათ მივახვედრე, ხო? სწორად გადავეცი, რაც მინდოდა, ისე თქმაც მინდოდა. ხო, ის ქანდაკების ჟიმჟიმი ძალიან საინტერესო. დაუბრუნდეთ საპროტესტო აქციებს. მომიტინგების დასაჯელად მთავრობამ ახალი კანონი მიიღეს. ძალიან მაგარი კანონი, პრევენციული კანონი. ესე იგი პოლიციამ დაკვირვებისას თუ ჩათვალა საჭიროებს, რომ მომავალში რამე დანაშაული ჩაიდენ, აი მაგის გამო შეუძლიათო დაგაკავონ. აი ასე შორიდან გიყურებს. შეხედე. გიყურებს ეჭის თვალით, მერე გაიფიქროს, შეიძლება უნდა გაიფიქროს, ეს უეჭველი მომავალში რაღაც დანაშაული ჩაიდეს. ეს და გიჭერს ჩაულებრივად. მალე ალბათ ავტოჯარიმების წინასწარ მოგვივა, მაგალითად ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 50 ლარი. მართალია არ გადაგვიკეთოს, მაგრამ ოდესღაც ხო გადაკვეთავ. აი ხომ ცუდი კანონია, მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არ არის. მალე შეიძლება დაგვაკავონ ფიქრის გამო. ეს რაღაცა ისე ფიქრობს. რაღაცა ჩაფიქრებ და რაზე ფიქრობს? დანაშაულზე ხო არ ფიქრობს, ხო აი. მალე შეიძლება დაგაკავონ დაბადებისთანავე, იმიტომ რომ ხო შეიძლება რომ გაიზდები, რამე დანაშაული ჩაიდინო, რა ვიცი. ყველაფერზე შეიძლება რომ დაგაკავონ. კი გვეცინება ეხლა ვიცინით ხარხარებთ, მაგრამ სატირალი უფროა. მთავრობა რომ ძიმე მდგომარეობაში ეს კარგად ჩანს სამთავრობო არხებიდანაც. მოდით ნახოთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ანუ პირველ არხზე მიწვეული ექსპერტი, როგორ შიფრავს ოპოზიციურ არხებს. ნახოთ. ეხლა ნახეთ, მთავარი არხი. რას ნიშნავს მთავარი არხი? უკვე სახელწოდებაში დევს, რომ ესე იგი მე ვარ მთავარი და სხვა არაფერი. მე ნახეთ ფორმულა. ჩვენ ხო სწავლობთ სკოლაში ფორმულებს, რომელთაც ვიყენებთ ყველა განტოლებას. უკვე სათაურშიზე ძალიან ბევრი რამ და მე პირველი არხი ხო სიტყვაზე. ეს ჩემ ბავშვობიდან მოს პირველი არხი, მეორე არხი და უცბად ტევ პირველი. ანუ აქაც არის რაღაცა დომინირების, თქო, დომინანტის როლის მიღების ასოთდა. ეს ყველაფერი მოქმედებს ემოციურად. წარმოგიდგენიათ ხალხო, აი როგორ ჩამოაყალიბა ქალბატონმა რაში მდგომარეობს ამ ტელევიზიების სახელები. რაში რამ ხელა ფსიქოლოგიური გავლენა აქვს, წარმოგიდგენიათ? მთავარი არხის ახსნა უკეთესადაც შეიძლებოდა. ანუ მთავარ, ანუ ვარ ხო ფეხბურთში გადამოწმებას ნიშნავს. ხო? და აქაც ეგაა, ვარ, ანუ მუდმივად საჭიროებს ინფორმაციის გადამოწმებას. მთავარ. TV პირველი, აი სპეციალ TV პირველი სპეციალურად ქვია პირველი, ანუ პირნათელი ველი. ამ ველზე პირნათელი ვარ. ეს ამას გვეუბნება ტელევიზია. პირნათელი ვარ ყველასთანო. ფორმულა, ეხლა რომ დაფიქრდი ფორმულა რას ნიშნავს? ფორმიანი მულა. ეს მულა არ ვიცი რას ნიშნავს, სავარაუდოდ მასონური სიტყვა უნდა იყოს რაღაცა. ესეთი ვარაუდი მაქვს მე. მე ასე მგონია. მე მაგალითად გავშიფრავ სამთავრობო არხებს. იმედი, ხო? რას ნიშნავს იმედი? იმედიანად. როგორ დადებითი სიტყვა ხვდები, თავიდანვე იმედიანად. რუსთავი 2. რუსთავი 1 კი არა, ისეთი კარგია რომ 2 უნდა იყოს. ხვდებით 2. პოზიტივი, ანუ პოზიტივი, ანუ პოზიტივი. რამხელა პოზიტივის ბურთია მისი დირექტორი. ხო წარმოიდგინეთ, აი რამხელა პოზიტივის ბურთია მისი დირექტორი, ხო? პოზიტივის გროვა. აი პოზიტივის ბოჭკარო, აი ესეთი პოზიტიური არის თვითონ ეს არხი. იმდენად პოზიტივის ბოჭკა არის. ძალიან კარგად ჩამოაყალიბე. მინდა შემოგთავაზოთ ერთი საოცარი ვიდეო, რომელიც მონოლოგის ბოლოს შემოვინახეთ ძვირფასო მეგობრებო, ჩემი ფავორიტი ვიდეოა.
დამთხოვების გჯერათ? და მაშინ ეს ვიდეო აუცილებლად უნდა ნახოთ, ძალიან საყვარლობაა, ნახოთ. ვიყიდე ერთ-ერთი რაღაცა ბოტასი, რომელსაც ეწერა ენი და ნუ რაღაც სიმბოლური იყო ანუ ნინოსთან ენი და რაც თავი არ ქონდათ სხვა ზომა, ქონდათ მხოლოდ 41. და ეს ნუ შემთხვევით აღმოაჩინეთ მე რომ 41 რაღაც ჩემი ასე ვთქვათ პარტიის ნომერიც იყო და რაღაცა ისეთი იყო სიმბოლური, მოკლედ ამას ძალიან ტკბილი მოგონებები უკავშირდება 41 ბოტასი ჩემოვიარე მთელი ლანჩხუთი და ჩახატები. ნინ რა ორიგინალურია და როგორი მისტიკურია. ნინ ეკი არა ზორო ხმლით ხატავს ნიშანს ესე ხო? ეგ ზეტიკი არ არის. ეგ რომ ამოაბრუნო არის ენი, ანუ ასო ენი, ანუ ზორო ამბობს რომ მე მხარს უჭერ ნინოსო. გაიგე, ნინ, აი ესეთ გავშიფრე. რა უცნაურია, აშკარად რაღაცა ნიშანია ზემოდან. ეკი არა მამუკა მდინარაძემ შოკოლადი იყიდა და არ დაიჯერებთ. რა ეწერა გარედან? ემი და ემი, ხალხო, ემი და ემი. ანუ მამუკა მდინარაძე, ხვდები ემემდემსი, მა და ემი და ემი, მამუკა მდინარაძე. და რო გახსნა ეს ემემდემსი, 41 წალი ფერადი ბურთულა გადმოვარდა შეფუთვიდან. ხვდები ნინ? რაღაც არსებობს, მთელი საარჩევნო კამპანია ღვანკითში ასე ჩაატარა მამუკა ემემდემსით ხელში. ძალიან მაგარი იყო, ძალიან, რა ვიცი. აუ ნინ დღეს რატომ არ გაცვია ენის ბოტასები? რომელზე მეუბნები? ახალი დაბალანსებული ბოტასები? ახალი დაბალანსებული რას ნიშნავს? აი ნუ თავიდან რომ მეგონა რომ სპეციალურად ჩემთვის გამოუშვეს და ენი ეწერა ენი ანუ ნინო ხვდები? თურმე მე კარგად წავიკითხე და New Balance აწერია თურმე და ინგლისური ვინც არის ის New Balance ნიშნავს ახალ დაბალანსებულს. და რატომ არ ჩაიცვი დღეს? აუ რავი, ფეხი ზომა მაქვს 26 და ის ბოტასი არის 41. ჩემი პარტიის ციფრი და ზომა, მაგრამ სიარულის დროს ძალიან ფრატუნობდი. მაინც ძალიან ინდივიდუალურები ნინო, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ძვირფას ტელემაყურებლებს, ჩვენ შოუს მუსიკალად აპლოდებს ბენდი თამუნა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით. ნინ გაიგე? ბენდი და ენდი, ანუ ენდი. დავამთავრეთ თან ბენდი და თან ენდი, წარმოგიდგენია. ძალიან დიდი მადლობა. ჯერ-ფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია სცენარისტი და ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე. მინდა შეგახსოვოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმომადგენელია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მისი ინტერესებზე ზრუნვაა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია სანდომი, ტკბილეულის და სნექების მრავალფეროვნება. სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი. გადაცემის პარტნიორია მარკეტების ქსელი გვირილა, შეიძინეთ გვირილაში 5 ან მეტი განსხვავებული პროდუქტი და ისარგებლეთ საბითუმო ფასებით. ლიბერტის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ლიბერტის ტერმინალზე გატარების შემთხვევაში საბითუმო ფასები მოქმედებს ნებისმიერ შენაძენზე. დამატებით ამასთან გაატარეთ მეგობარი ბარათი და დაიბრუნეთ 5%. ჩვენი სპონსორია კეტონალი, ევროპული ხარისხის ბრენდი, წარმოდგენილი სხვადასხვა ფორმით. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა, პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. გადაცემის პარტნიორია Voice-G, ხმის ბანკი, სადაც შეგიძლია შეარჩიო ხმა შენი სარეკლამო რგოლისთვის ან ავტომობილსახისთვის. Voice-G, აქციე ტექსტი, აუდიო ჩანაწერად. აქვე შეგახსენებთ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ ვიდეოები და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ საჯარო მოხელე ბავშვების მიერ ნაძვის ხის გახსნა. ნახოთ. ჩვენ საჯარო მოხელე ბავშვები წარმოგიდგენთ ნაძვის ხის ანთების საახალწლო ზეიმს.
მაშასე დავიწყოთ ბავშვებო. ახალი წლის ღამეა, ციმციმებენ სანთლები. გელთან სტუმრად მიდიან მელიები, დათვები. ჩვენ კი ნაცვლს არ გვინთებენ ლიბერალი დამპლები. ღმერთო ახალ წელიწადს გთხოვ, გააწყვიტო ნაცები. ახალი წელია ავავსოთ თასები, დავლოცოთ ეს ჭერი, ფუძე და კერია, გუშინ წინ დუბინკით რომ ცემეს ქალები, დღეს აქ ნაცვისხე და ახალი წელია. დავლოცოთ ქართული ჯიში და სიმღერა, დავლოცოთ სიპის და აიპის გენია, ზოგი ნაცემია, ზოგიც და ლეწილი, ბავშვებს გვიხარია, ახალი წელია. მესაჯარო მოხელე ვარ კავკასიის მთების შვილი, ლიბერალად სხვაგან ყოფნას ჟორტიტუშკად აქ სიკვდილი, 20 ლარად კატკახედი, 20 ლარით სამეგრელო, 60 ლარად იყიდება საყვარელი საქართველო. სიბნელე ცუდია, სიბნელე ძნელია. ავანთოთ ნაძვისხე ახალი წელია. ბაღის ვარ მოსწავლე, კი იცით ვინცა ვარ. პატარა ბავშვი ვარ, ჩემ ორ შვილს ფიცავარ. მთელი დღეა ჩემს შვილიშვილს თეფშზე კარაქს აღარ ვუდებ, არც ზეხვს ვაჭმევ, არც კარტოფილს 20 დღის წინ გავებუტე. იცით რატომ გავებუტე? რადგან შარი მომიგონეს, თურმე საღად აზროვნებენ და ევროპა მომინდომეს. ვარადა ბიჭო, ვარადა, ქვეყანა არის ავადა. თავრობამ უნდა შეავსოს წამლების მთელი კარადა. ნაძვისხე უნდა ავანთო, სპეცრაზმე მიდგას ფარადა. 12 წლის ბავშვ თამაშობ, 48 ვარ არადა. თან ახალი წელია, თან იუბილარი ვარ, 9 წლის წინათ ზუსტად ამ დღეს წეროს მოუყვანი ვარ. სანტა კლაუსი პატრონობს, მე 12 წელია, ლაპლანდიელი მეგონა, თურმე საჩხერელია. ნაცუნია კატა, მაგიდაზე ახტა, ვაზა გადმოაგდო, ბიძო გააბრაზა. მაგრად უნავცემოთ, ხო წამოხვალ ზაზა. ლალი, ლალი, ჩემო ლალი. რაო, ჩემო მანანა. შენი უბნის გამდებელმაც აქეთ გამოგაგზავნა? რა საბრძანებ ქალბატონო, ვინ მაძალებს დასწრებას? შენ არ გსურდა შესწრებოდი ამ ნაძვისხის ანთებას? არაფერიც, სკანდალს ნუქმნი ამბიდან. 10 ბავშვი წამოვედით ჩვენინებით ბაღიდან. რა საბრძანებ ქალბატონო, ვიცი შენი ამბები, შენთან დგომას არ ვაპირებ, წავალ სხვაგან დავდგები. რადგან ასე მეუბნები, რადგან მარტო დამტოვე, დამიბრუნე ის დიპლომი შარშან წინ რომ გათხოვე. ოჰოჰო, დიდი საქმე, სულ არ იცი თამაში, გახსოვს მე რომ მოგეხმარე ბიუჯეტის ჭამაში. მე რომ შენ შპს-ს გადავეცი ტენდერი? მე რომ მოგიტანე ლეპტოპი და ბლენდერი? როგორც ვხედავ ქალბატონო უმადური ბრძანდები. აღარ გახსოვს საარჩევნოთ რომ ჩავრიცხე თანხები? არც ნაძვისხე მინდა თქვენი აღარც შენი თანხები, წავალ იქით ჩემ გამგებელს მაინც დავენახვები. ნაძვისხესთან შევიკრიბეთ ნორჩი ახალ გაზდობა, ვიყვას ცემსადენი გაზით დარბევა და გართობა. თუ რუსთაველს ავიკლებთ გეინაცის ძახილით, თოლის ბაბუ ბევრსაჩუქრას დაგვირიგებს მარხილით. კაცი ხარო, დიდი ხარო, დავიღალე მგონი უკვე. არ მიჯერეთ ბავშვი რო ვარ, ბატონო, ჩავიკუკე. თავრობის დასახმარებლად თბილისისკენ გავწიე, სურს ნაძვისხე გავანათო, კამერა გაწიე. და ჰაერში ახალი წლის სურნელმა რომ დაჰპერა, შენ რამდენჯერ უნდა გითხრა გაწიეთქო კამერა. სახალხო სიკეთე და სიყვარული დაგვებედა, მოგილოცავ საქართველო, კიდე მიღებ შენი დედა გაწიე კამერა, რა შერო გეუნდე. კაიშო. ვერ შეგვაშინებს გეი კრიტიკა, ჩვენსკენ გადმოდის მკვეთრი ძახილი, ჩვენ ვართ ნორჩი საღითაობა, ქართული სულის ამოძახილი, ვდგავართ იქ, სადაც სპეცრაზმი არბევს, წითლად შეცვლილა ფერი მდელოსი, ნაძვისხეს ვანთებთ დაგულში უმღერით. ჩვენ პატარები საქართველოსი. ვაგზელებს გადაცემაზე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვაა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი.
ჩვენი პარტნიორია კომპანია სანდომი, ტკბილეულის და სნექების მრავალფეროვნება. სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი. გადაცემის პარტნიორია მარკეტების ქსელი გვირილა. შეიძინეთ გვირილაში 5 ან მეტი განსხვავებული პროდუქტი და ისარგებლეთ საბითუმო ფასებით. ლიბერტის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ლიბერტის ტერმინალზე გატარების შემთხვევაში საბითუმო ფასები მოქმედებს ნებისმიერ შენაძენზე. დამატებით ამასთან გაატარეთ მეგობარი ბარათი და დაიბრუნეთ 5%. ასევე გადაცემის სპონსორია კეტონალი ექსტრა. კეტონალი ექსტრას წყალში ხსნადი გრანულები სწრაფად მოგიხსნით ტკივილს. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია ვოისჯი ხმის ბანკი, სადაც შეგიძლია შეარჩიო ხმა შენი სარეკლამო რგოლისთვის ან ავტომოპასუხისთვის. ვოისჯი აქციე ტექსტი აუდიო ჩანაწერად. კიდევ ერთხელ შეგახსენეთ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას მინდა წარმოგიდგენოთ ბიძინა ივანიშვილის და ხარებას მუსიკალური დუეტი. აქვე შეგახსენოთ რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში, ინსაუნდის სტუდია, რომელსაც ბენდობით. ნახოთ მუსიკალური ნომერი. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. ძირფასო მეგობრებო, მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი მიშა შვილდაძე. გამარჯობა ბატონ მიშა. გამარჯობა, ესე იგი წლის შეჯამებებზე მოვყავ. იმიტომ რომ განსაკუთრებული წელი იყო, ხო ეს, კი დარჩა ერთი 2 კვირა მესმის, მაგრამ წელი მაინც იყო რაღაცნაირად გამორჩეულად განსაკუთრებული. ბევრი უარესი და უარესი. ხო, ანუ ესეთი წელი არ გქონია, ხო, მოდი ესე ვთქვათ. როგორ შევაფასებთ, ხო? ახლა რას შეიძლება შეადარო. ამ ქვეყნის ყველაფრის მნახველთ თითქოს ისტორიაშიც კი რავი ძალიან ძნელია რა რომ იპოვნო რომ ეხლა ეს ვითარება რას გავს ყველაზე მეტად მაგრამ ვერაფერს იმიტომ რომ ეს იყო რაღაც აბსურდებით გამოტენილი და აი რა ვიცი როგორ შევაფასო ტყუილებით და რავი ღალატი აი თუნდაც ბოლო გაზაფხულზე დააბრუნეს რუსული კანონი ხო რომელზეც შარშან რომ აი ეს ეხლა რაც ხდება იგივე ამბავი ხო იყო შარშან გაზაფხულზე ხო იყო ბათქაბუთქი შეხლა შემოხა 3-4 დღის მერე კაიო გავიწვიეთო ოკეი ხო თქვეს დააბრუნებთო მე ნახე ჩვენს ბიჭო ნახე როგორ გავიზარდეთ როგორი ეჭვიანები ვართ უკვე რომ ტიპმა კანონი შემოიტანა გადავა ეს ხდებოდა და ოკეი უკან გამაქო თქვა და პირველი კითხვა ეგ გაგვიჩნდა რომ ხო არ დააბრუნებ შენა გაიგე კითხე თან კითხე ბიჭო ხო არ დააბრუნებ გამოვიდა მდინარეზე რას ლაპარაკ ამისი დაბრუნების შანსი ამის დაბრუნება ხო თვითონ მართალს ამბობს ამის და ეხლა ჩვენ ეს რაც ვილაპარაკეთო ახლა რასაც ვამბობო ამის მერეო რომ ეგ კანონი დავაბრუნოთ მეო ადამიანი ვიქნებიო გავიდა ზუსტად ცოტა უტრირებ შეიძლება მაგრამ პათოსი ხო ეს ხონდა ეხლა ზუსტად ამ სიტყვებით შენ მაგრამ ეს ხო არა როგორ გეკადრება თუ ესე რა ცოტა მოგვერიდა რომ კაი ბატონო ბოდიში ეთქობა ზედმეტად მიეჭვიან გაიგებითო ჩვენ ხო ამამ ისევ მაგად გაგვაეჭვიანეს თუ ხო გადაგვაგდო კაცო პროპორციულზე იქ არ ვიდე იმეს უიქვიდე აბა ხალხო დიდი გამარჯვება პროპორციული მოვიპოვეთ თუ გამოვიდა პროპორციული არ გამოვაო რა იქ მე ისა ხო დავითვალეთო 30 მაჟორიტარი მჭირდება მაგის მე ეხლა შარშანას და წელს ხო მაინც დააბრუნეს მაგის ხო კითხეთ ხო არ დააბრუნებთო არაო მაგრამ მაინც დააბრუნა არა მართალია ბოლო ტყუილიც ის ძალიან სასაცილო იყო ესპანეთი, რუმინეთი და იტალია რო თქვა რომ ესენი ხმას არ აძლევენ ჩვენს დასანქცილებასო და ხარი დაგვიჭირესო ანუ რა ეგონათ რომ იმათ ქართული არ იციან ხო აი სულ ეგ შეგზდება მაქვს რომ ამას იმიტომ ლაპარაკობენ რომ შეიძლება იმათ არ ესწოდეთ შეიძლება იმათ ისინი ვერ გაიგებენ იმიტომ რომ ისინი ხო გაიგებენ
და ხო გაიგეს და თქვენს ოფიციალური წერილებზე სირცხვილი ჩემი და ესპანეთი და ხო მაგრამ ამათ რა თქვენს ვერ გაუძლეს ზეწონას იმათ იტალიამ ვერ გაუძლო ზეწოლას გაიგე შენ 60 მილიონიანმა იტალიამ ვერ გაუძლო ზეწოლას ესპანეთმა 50 მილიონიანმა ზეწოლას ვერ გაუძლო ხო დინარაძე უძლებს ესე მაგრები არიან განანესე აი თქვენ მოღალატეებო რუსებო უძლებენ გაიგე ხო ლანძღავებს თქვენ ქუჩაში ვერ გამოდიან მაგრამ სახში განანეხლა კაია სუსტი საერთოდ ესპანეთია რა იტალიასა ფეხბურთშიც კი აღარ მოუგეთ იცი რა უნდა კითხო აი მაგალითად ახლა ადამიანს უნდა დასჭირდეს ხო ანუ რა გაუჭირდეს რაღაც ხო რეკავს 112-ში ხო პოლიციაში და დარეკო აი დღევანდელ სიტუაციაში სად უნდა დავრეკოთ ამბავს მოგიყვებით ხო იმას ბახუტაზე დაიჭირეს ცრუმოწმეებზე გიორგი ბახუტაშვილი რა ცოტაშვილის როლის შემსრულებელი ხა ყველა მის ეგ დაიჭერეს იმ დღეს დაიჭერეს ჩემი მეგობარი ლექსო მაჭავარიანი ხო ვიცნობ ხო და ერთად გადაიყვანეს გურჯაანში ესე დაიჭერეს რობოკოპება აქედაში და მე მოიყვანეს ის პოლიციელები რომლებმაც ეხლა უნდა გადაიყვანონ და მე სასამართლოზე უნდა მოვიდე რომ ვითომ მაგათ დაგაკავეს დაუმორჩილებლობისთვის ხო ეგ მაგარითი დაუმორჩილებლობისთვის და დასაკავებლად რას მეუბნებოდი რომ არ გემორჩილებოდი მე იქ რო ეკითხები არ ვერ გეუბნებიან მოკლედ მიცა ნათლად ტყუილი ყველა პატარა ბავშვიც რომ მიხვდება რომ იტყუება ეგეთი ჩვენება ამ პოლიციელმა და მორჩა და გადისო და რო გადის ჯაუარა და ბახუტა იჯდა იქვე დარბაში ესრებოდა ამის დომასაც და იმასთან გაჩერდაო და ესე შეხედაო ბახუტას შეხედა ესეო და წავიდაო ვერ მიხვდით რა ხდება აქ და მე ბახუტა გვიყვებაო რა რომ ამათ რომ დაგვაკავესო ჩვენ გურჯაანში რომ მივყავდითო გზაშიო ვეუბნებოდიო რომ ბიჭო ეხლა შენაო რომ მოხვალო სასამართლოზეო და ცრუ ჩვენებას რომ მიცე რომ მოიტყუებიო არ შეგწხვებაო თვალებში როგორ უნდა ჩამხედო ჩახედა აი ეგრე ჩახედა აუ რა საშინელებაა ანუ რავი ამაყება თუ რა მაგალითად ეს გუშინ წინ იყო თუ არ ვცემი ნანუკა ქაჯაიას რომ გამოეკიდა ვიღაცა ბიჭი იყო მე გესურიო რომ ხო ყავის ჭიქითო იყო აი გესურიო და მე ნანუკამ მიაქცევინა მანამდე აგინებდა დიდხანს და გესურიზე პოლიცია იძულებული გახდა რომ აი მე მუქრება და მიექცია ყურადღება რა თორე ისე უყურებდნენ წყნარად ესე და რა ეს არა ყავის ჭიქას ვესრიო რა იმან ცოტა აი და მართლა ეხა ყავის ჭიქა ნაღდი ეჭირა ხელში რა ხო რო ყავის ჭიქა ვიგულისხმო მართლა ყავის ჭიქა ეჭირა და ოკეი მაგრამ აგინებს თანკი და დააკავეს აი ნახეთ კადრებია უწყვეტი ნახე კი არაფერს ვიგონებ ესე დაკავება ხო გინახავს როგორ აკავებენ აქციის მონაწილე ჩვენებს დღრაში ეს როგორ დააკავეს იცი ჩასვეს მანქანაში და იქით აქეთ რო ორი პოლიციელი ამოუსხდა ამან რა ქნა იცი პირველი ყავა მოსვა აი თავის ყავის ჭიქიანა წყნარად აი ეგრე ჩასვეს ყავა არ დაქცევია თქო ჩასვეს აი ეგრე დააკავეს რა და ყავა მოსვა ამან აქ წუთში მე ჩამოსვეს ზედა ქუჩაზე და მოვიდა ყავა წავიდა რა ეს პოლიციელები განადა დიახ ხო და ყველაზე მაგარია კანონებსაც რო ახალ-ახალს გვაყრიან რა ეხლა მაგალითად ეს კანონი რომ თუ პოლიციელმა ივარაუდა რომ შენ მომავალში რამე დანაშაული შეიძლება ჩაიდინო ამის გამო შეიძლება დაგაკავოს ანუ ესე გიყურებს რა ეჭის თვალით რა გამოგხედა ეს რაღაცა ჩაიდეს ეს აი რა საქართველოს დრო შემოაქვს ეს უეთები რაღაცა აი მართლა ის არის სოფლიოს სასამართლო პრაქტიკაში ეგეთი რამე პრევენციული დანაშაული მართლა ვერ მოძებნი რა
პრეცედენტი არ არსებობს რამე ქვეყანაში. ვერაფერს ვერ შეადარებ, რომ იცით ეს მიიღეს კუალა-ლუმპურში დანერგეს პირველად და იქ მერე რაღაცა ვერ მოყვები ვერაფერს. მსგავსი არაფერი არ ხდებს, სიგიჟია. ანუ ამისთვის ვინმე სპეციალურად მოამზადებენ? რაღაც გადამზადება. შემოხედოს და რაღაც გიყურა. თუ ნებისმიერ პოლიციელს აი მაგალითად რომელი აი სა მახარას პოლიციელი გიორგი მახარაშვილის რო ეჩხუბება მახარა და ბახუტა არიან იქა და კიდე სანდრო კაკულია ბახუტა რო ეუბნება რომ 3 მეტრში იდექიო ჩემ წინო და მივწყავდნენო 10 წუთიო ბიჭო და არაფერს არ აკეთებდიო აი ეგ კაცი ეხლა რა სამბეთში ცხვირწირო 10 წუთი ადამიანს ურტყავენ და ვერ ხვდება რომ იქ დანაშაულს ჩადიან აი მადა პოლიციელმა ეხლა წინასწარ ბიჭო რანაირად უნდა მიხვდეს რომ ეს და გაიგე 50 ნიგბიანი უდგას დედამო დასუსულებენ იქ ერთი კაცი ცემეს მე კიდე ურტყავენ და ვერ ხვდება რომ ეხლა დანაშაული ხდება გაიგე რავი ეხლა იქნებ რავი იცი რა უნდა კითხო ეს ნაძისხის გახსნის დღე ხო საინტერესო დღე იყო რა მე ამდენი საჯარო მოხელე ბავშვი აი ბავშვებით იყო სავსე აი და ამდენი პოლიციელი რომელიც ნაძისხეს იცავს აი ეგეთი სურათი აი ფოტოსურათი რომელიც დაიდო რომ ამდენი პოლიციელი რაღაც აი ნაძისხეს იცავს ანუ რო ჩამოვიდნენ კოლონები რომ მოდიოდა რომ დილიდან მქონდა აი გეტყვი მართლა მაგ დღეზე აი რასაც აპირებდნენ ხოცები დილიდან მქონდა განცდა რომ ბიჭო რანაირად სიგიჟია რა არ გამოვა ეგა არ გამოვა ხალხი თავის გადის ქუჩაში დგება ხალხი დგას ქუჩაში და ანუ რა უნდათ რომ იქიდან პოლიცია მოაწვება ამ ხალხსა ესე ვიღეთი რომ დაიჭე ჩაცხებენ გადაწევენ ქაშვეც იქით მე ესენი შემოვლენ აქეთ და იქ ტარარირირირი ტარა ბაბუა ეხლა ბრაზგა მუსიკა შემერავენ ჰოპა ესე იცეკვებენ ჩვენ ჯინაზე და ჩვენ იქა ბაბუა გორანაცეკე აი გვაცეკე რა პრიმიტიულად აზროვნები რა ესა ხო ეს უნდა სხვა აი ხო მეტი ხო ვერაფერი ვერ მოხდებოდა არა ხო აი ეს უნდა მომხდარიყო რა ეხლა რატო ვერ მოხდა ესა რომ ვერ მოვიდნენ იმდენი მართლა ეხლა ეს ეგრეც არ არის რა მართლა ეს ხალხი შვილები მოიყვანეთ ხო და გაზი უნდა გაუშვას შვილები მოიყვანეთ საქმე ჭირდება გაიგე საქმე ჭირდება შვილები მოიყვანეთ საქმე ჭირდება ნადვის ხეუნდა ისე გავწიოთ იქით გაზი თუ გაწიოთ გავწიეთ ისე დავასისხლენ და აქეთ ჰოპა უცბად იცეკვებენ აინთება ესა წავლენ რამე მაგრამ რამდენიც მოგროვდნენ ის რაოდენობა რა ხოლმე 400-500 კაცი ხო იყო რა გაბრაზდნენ ეგენი მაგისტვის იყვნენ მოსული გაიგე საჩხუბრად იყვნენ კი არა საჩხუბრად კი არა პოლიციას უნდა გაველახეთ მე არა ხო მაგრამ ჩვენ ნაცემზე უნდა ეცეკვათ ახალი წელი რაღაცას იმღერებდნენ სასწაულებს სირცხვილია მართლა ხო ვიცი და რისი თქმა მინდა რომ აქ აი ამ ნაძისხეების ასანთება და სახალხო ღონისძიებებს მაინც რო გეგმავენ რა რეგიონებში და ანუ აი რაღაცა აი აურაცხელი რაღაცა თანხები რომ იხა მაგალითად მე ნუცა ბუზალაძის ფენომენი ვერ ამოხსენი ზოგადად რა ნუცა ბუზალაძე 18000 ლარს გადაუხდიან ახალციხეში თვითონ ქალაქის ბიუჯეტს გადაუხდიან ქალაქის თლიან ბიუჯეტს გადავინმე ნიკა ნიკვაშვილს 53000 ლარს ჯგუფი მიქსტურა არც ვიცი ვინ არის მაგრამ 28000 ლარს იღებს ჯგუფი მიქსტურა არის მგზავრების ნაცვლად რო იმღერა იმ სკვერის გახსნაზე ეს ის ჯგუფი ნუ ღამის შოუს ბენდი რაღაცა მიფრინავს 110000 ლარზე მუშაობს ხო ძალიან გაუძვირებიათ ბიჭებს არა მაქვს საშუალება
გავალება. აი რაღაც არ იყო ხოლმე ამდენი, ადრე იყო ხოლმე 3-5,000, 8,000 ესე რა, 11 მაქსიმუმ. ეხლა ნახე ძალიან გაუძვირებიათ. რატო იცი? რატო? ბიჭო, ბოლო ახალი წელი. რატო ამდე ფულს რატო გეუნე? ბოლოა ძმაო და ოქნებში ისევ შენიშნები, ვიცი. კაია. იქით ეგარ არის, გაიგე გარანტიები. ეს მაღალი ალბათობით ბოლოა და ცხადია ძვირია. საბაზრო ეკონომიკის კანონები ყველაფერზე. ხო. ზუსტად ერთ ბაზრის უხილავი ხელი. კი, და ხალხის ფულია სხვათა შორის და ხალხის ფულის ხარჯვა იციან ყველაზე კარგად. ამათ? ხო, ძალიან მაგალითად ხალხის ფულის ხარჯვა. ჩემი საყვარელი კორუფციული სქემა არის, ერთ-ერთმა ჩვენმა ახლობელმა მოგვიყვა, მაგ ადრე ნათქვამი, ორი ქალაქის მერები რო დამეგობრდნენ რა, როგორ შეჭამონ ფული, ანუ როგორ გააკეთონ ფული. ხო. ორი ქალაქის, ერთი სადღაცა სხვაგან არის, მეორე სხვაგან. და ერთი ქალაქის მერმა გამოაცხადა ტენდერი მიუსაფარი ძაღლების დაჭერაზე. ხო. მოიგო თვითონვე ეს ტენდერი თავისი ვიღაცის ძმამ, მეგობარმა. წავიდნენ დაიჭირეს ეს ძაღლები და ამ მეორე დაძმაკაცებული ქალაქში გაუშვეს ეს დაჭერილი ძაღლები. ხო და იმის მუნიციპალიტეტში გაუშვეს. ეხლა იმან თქვა რომ ძაღლები მომრავლდაო და გამოაცხადა ტენდერი იმან იქ დაიჭირა. წამოიყვანეს ეს ძაღლები ისევ აქ გაუშვეს ამასთან. მე ამან გამოაცხადა ერთი სამჯერ გააკეთეს სექტემბერში ექსკურსიაზე დაყავდა ძაღლები ეგეთ. აი საუკეთესოა, ჩემი საყვარელია რა. მაგრა გავს მაგას ერთი ჩემი საყვარელია ეგეთი რომ ორი მუნიციპალიტეტია აქაც. ხო. ერთი მე მგონი კახეთში იყო და მეორე სამეგრელოში. შორიშოს ერთმანეთისგან. მაგრამ ნახე რა ხდება? ხო. აი ამის მერის ძმა იგებს ტენდერებს იქა. და იმის მერის ძმა იგებს ტენდერებს აქა. აი რა მაგარია. ვერ მიპოვით, ვერ რა ეს ძმები გაცვალეს. ჰოპ! მოიშაძო. თან ამას ხელს უწყობს ის ნიშა რომ აი ეს პროპაგანდა რა, ანუ შენ ხო უყურებდი ხო? ძირითადად ორ თემაზე მუშაობენ რა, ოცნების წევრები, ყველა არჩევნებზე ესეა რა. ეს არის ხო ომი და ანუ ეს არის ორიენტაციის თემატიკა რა. გაგებება. გაგებება, გათხოვება. შემოსევა თუნდაც. აი ნახევანო რა, უყურე, შეხო მათემატიკოსი კაცი ხო ხარ? წარმოიდგინე მართლა ადამიანებს ხო იცნობ შენ გარშემო მართლა ჰალა ყველა ხო ვიცნობს. აი ადამიანი ვისაც ომი უნდა. აი ეგეთი. ხო. აი რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს რეალურად რა? რა ვიცი, ცოტა ძალიან. აჰა, 0.1. მართლა რომ ომი უნდა რა, რომ გძღვინავს რა, რომ 0.1. ომი უნდა რა. რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს? აი რამდენი 1%-ზე მეტი. არა შანსი. შანსი ხო არ არის. წარმოიდგინე ახლა ადამიანი, ვისაც უნდა რომ ყველა გაგაგეოთ ძმაო. აი ეგ მუღამია. ხო. მე რა მინდა? აი ეგ მინდა რომ ყველანი გეები გაგხადო, აი ეგ მინდა. გაიგე, გაგევება მინდა. ხო შეიძლება რომ ეგეთი ადამიანი არსებობდეს მართლა. ხო. ხო რომ უნდოდეს რა, რავი, იქნებ გეი ვარ და მინდა რომ ყველანი გეები იყოს. რა, აბა მარტო მე ხო არ ვიქნები. რავი მე. რაღაცა мотиваცია შეიძლება გქონდეს ვიღაცას რომ ყველას გაგევება, რასა, კაი ბიჭია, მაგრამ ნეტა გეი იყოს, რომ გაიფიქრებდა. აი, რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს მოსახლეობის ეგა? ძალიან ცოტა. 0.00000. 1%-ზე ნაკლები ეგ. ეხა წარმოიდგინე ადამიანები, რომლებიც აი ორივე უნდა ერთად. გაიგე? ეგ რო ემთხვევა რა რომ თან უნდა ომი უნდა და თან უნდა რომ ყველა გააგეოს. გაიგე? აი ეგეთი ადამიანი შეგიძლია წავ თან. და თან.
აგეთი არა. აი რანაირად ვიზია დავენ რომ ეგ თქვან რომ აი თქვენ ყველას მაგათ რამდენი ხართ რავია 100,000 200,000 5,000 50 ერთი ხარ ეგეთი რომელსაც გინდა ომი დაიწყოს და თან ყველა გავგებდეთ. ანაირად. ანუ ვაფშე რა თან მიმდევრობით უნდა გინდა ჯერ ომი გინდა და თუ ჯერ გინდა რომ ყველა გაგებდეს, მე მგონი პირიქით, ყველა თუ გაგებდა მე ომში ნაკლები მრისხანება გექნება შენ ხარეს გაიგე? და მეტი ემპათია. ომში მეტი ემპათია არაფერში არ ჭირდება, მეტი მრისხანებაა საჭირო. ალბათ უფრო პირიქით რა ჯერ უნდათ რომ ომი და მე დავჭედით გავგებდეთ. ოკეი. კიდე ეგეთი ისა აქვს ტერმინი ლიბერალური ფაშიზმი. ხო. მაგასაც არასწორად ამბობენ. რატო ეხლა გეტყვით? მართლა სიტყვებს ხო თავისი მნიშვნელობა გრამატიკა წესი აქვს რა მნიშვნელობა კონკრეტული მათემატიკასავით ზუსტია რა. ლიბერალური ფაშიზმი იცი რას ნიშნავს? ნიშნავს ფაშიზმს რომელიც იქცევა რბილად. ანუ იდეოლოგია არის ფაშიზმი, ხო? მაგრამ აი ესე რა რბილად რა შენ კი მოსაკლავი ხარ, მაგრამ მოდი ვიცეკვოთ. აი ეს არის ლიბერალური ფაშიზმი რა. ეგენი რასაც გულისხმობენ, მაშინ მაგას უნდა ამბობდნენ ფაშისტური ლიბერალიზმი. აუ შეუსწორე. ეგ დაგვიძახეთ ბიჭო. ეს არის ფაშისტური ლიბერალიზმი, გაიგე? ანუ ეს არის ლიბერალიზმი, იდეოლოგია, რომელიც თავს ავლენს ფაშისტური მეთოდებით. ბოროტად, გაიგე? იმიტომ რომ ლიბერალური ფაშიზმი, იცი რა არის? ლიბერალური ფაშიზმი ნიშნავს საუკეთესოს ფაშიზმთა შორის. მართლა მაგას ნიშნავს რა რომ ეს არის საუკეთესო სისხლისღვრა. ხო. აი დაახლოებით მაგას ნიშნავს რა. კი ბატონო, კაი იყო. მოდი ცოტა გავალაითოთ. ის ძეგლი თუ ნახე რუსთავში რომ დადგეს. 64-ის კარიბჭე. ესე დაარქვეს. აი ხა ამიხსენი რომ ქალაქში სადაც არ არის წყალი რანაირად შეიძლება იყოს 64-ის კარიბჭე. წყალი გავუკეთეთ ხალხი. 64-ის კარიბჭეს მივაგნებთ ინდივიდუალურად, მერე ანუ ვერ მივაგნებთ. ეგ თქვენი საქმე არ არის. აი ხა რუსთავის მერიამ რატო უნდა მაპოვნინოს 64-ის კარიბჭე. ეგ ჩემი და აი მაქსიმუმ მოძღვარი დაგეხმაროს რა ყველაზე ორთოდოქსული გაგებით ხო? რა შუაშია მუნიციპალური სამსახურები მაგასთან და წყალი ეხლა უნდა თქვენი საქმეა რა. შედი შეფასება მინდა თვითონ აი ბიზნეს ფენომენი რა ხო ზოგადად ხო ჩვენ ვაკვირდებით ხოლმე რომ როგორ მუშაობს და რაღაცას რო იტყვის და ნუ ეს რო უკვე ჭეშმარიტება და ეს ჩვენ ღვთაებამ თქვა რა ანუ აი მაგალითად ბოლო ეს ყაველაშვილის წარდგენა ხო ანუ არგუმენტი რა აქ ქონდა რომ ლამაზია ანუ ჰაბიტუსით არის კაი ჰაბიტუსის ანუ კაი შესახედაობის კაცი კიდე იცი განათლება რა შეჭirdებაო ხო დავით აღმაშენებელსაც არ ქონდა უმაღლესი დამთავრებულიო ბიჭო დავით აღმაშენებელი იყო პრინცი ხო გაიგე ბავშვობიდან ზრდიდე რომ ესა 16 წლის რო გახდება მეფე უნდა გახდეს დაასწავლე მეფობას ეგრე გაზარდეს ხო ყოველას დიდე რომ კრაიზე გახსნილიყო კარგად ბიჭო მთელი ეგ პერიოდი სხვა რამეზე აქ ნაფიქრი მაგკაც რა ხო ქვეყნის მართვაზე ხო არ შეიძლება მაგის შედარება იმასთან არასწორია ერთ პატარა თემასაც შევეხები მე დავამთავრე. შენ ტელეკომპანია იმედში მუშაობდი. კი. ხო ეს ხო ესეთი პერიოდი
2006 წლები დაახლოებით. ხო, იმიტომ იქაური ამბებს ხოლმე, ანუ ეს ცოტა ბიუროკრატიულ ამბებს, ხო, აი მე მგონი ხო ეგეთ სისტემაა ახლა დარჩენილი, ხო, იმას ვერავინ მოშლიდა. როგორი ის იყო, იცი, რაღაც სისტემები იყო აწყობილი. აი მაგალითად ერთხელ დაგჭირდა წვიმის ხმა რო დაგვედო რაღაც მონტაჟი რაღაც კადრზე რა და ამ წვიმის ხმაზე და რაღაც მივედით, აი ეგ არის აუდიო განყოფილება, იქ უნდა მივხვიდეთ და მივედით, რომ გამარჯობა კაცი ზის კომპიუტერი აქვს წინ და მაგ პერიოდში MP3 უკვე არის MP3 ფორმატი. არსებობს უკვე რა, არის კომპიუტერში ყველაფერი გაქვს, როგორც გინდა ეგრეა. და უთხრეთ რომ წვიმის ხმა გვინდა. ხო და ეხლა ველოდებით რომ გვეტყვის რომ აი ახლა ჩაგიგდებთ რავი რა უნდა ესა მაიცა და კომპიუტერი გახსნა. ამ კომპიუტერში გახსნა Word-ის ფაილი. ასკროლა დიდია. აბგ ეს მიყოლებით ხმები რისი შეიძლება იყოს რა. ყველა ბგებ ოკეანე ტალღა ეს რა ამბაის მიღე აზე აფთარი აფთრის ხმა და ესე უწერია სახელები და გვერდზე ნომრები რა და წვიმის ხმა მიაგო წვიმის ხმა და ამ ნომრებში ამოიწერა ქაღალდზე ნომერი რაღაც 11 მილიონ 07 9 რაღაცა ძელი ნომერი იმიტომ უზარმაზარი სია წარმოიდგინე ხო თითოეულ ხმას რაღაცისას აქვს თავისი კოდი მინიჭებული რა ფაილი კი არა კოდია Word-ში ამოიწერა ეს ნომერი მე დგება კომპიუტერიდან ადგა და მივიდა დიდი კედელი მე შევამჩნიეთ ეს კედლები არის საერთოდ თაროები და დევს დისკები სიდი ეს არის დანომრილი და 001-დან 11 მილიონ რაღაცა და ამ ნომრით ეს სადღაც დისკი და წვიმის ხმა ეს ბანაური ხეთება დისკი გამოგიხდი ეს პონტირა ეს დისკი წამოვიღეთ მე რომ დაბრუნო ისე იქურა შედოს გაიკარგება და კიდევ წვიმის ხმა ეს ამოიწერს მივე მოძები არა შეყარე კომპიუტერში რატო ბიჭო წარმოგიდგენია რომ ეხლა ეს რო შემოვიდა MP3 ეს ყველაფერი ისევ კომპიუტერში მილიონ რაღაცა ისე უკან შეწერა კომპიუტერში აი სასაულია მიშა ბოლოსკენ მაინც შენი შეფასება მაინტერესებს ხა ჩვენც მოდივართ ვამბობთ და პროტესტებთ ამას რომ ხა ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც ხა ესე ყავთ გამოკეტილი ციხეში ხა ჩვენი სცენარისტის თანამშრომელი ზონისეც ხადაძე yes რაღაცა ჯოხის როლის გამო რომელიც არავის არ მოხვედრია ამის გამო აქვს რაღაცა მუხლები მოფიქრებული 4-დან 6 წლამდე და ნუ აი რაღაც იგიჟეა რა ხო ხტები რავი ხა მართლა აღარ შეიძლება იმიტომ რომ ეს თუ დაკანონდა ნიშნავს რომ ეს მოსულა რა ეგ ნიშნავს რომ რავი გვიტყაპუნებენ და ჩვენც ეგრე ვიქნებით რომ ოკეი გვიტყაპუნონ ეგრე ვერ ვიცხოვრებთ გამორიცხული თავისუფლება ყველას ოკმელას თავისუფლება კიდე და ონისეს და ყველას შენიშვილი ამხელა ისა მიშა 5-ის გახდება ეხლა 5-ის გახდება გოზინაყი უყურს ახალი წელი უყურს თუ არა ყბილი ბოლოსკენ მინდა საჩუქარის გადმოგცენ მესმის რომ ახალი წელი ეხლა ისეთი ახალი წლები არა გვაქვს როგორც გქონდა ხოლმე და სანდომისგან ეს ორი არის ჩოლებული გოზინაყი რომ მიირთვათ სახში ახალი წლის სუფრაზე ძალიან კარგი იქნება. ბედნიერი ახალი წელი გქონოდეს, აი მართლა ბედნიერი ახალი წელი და კი იცით ახლა რას ნიშნავს? რას ნიშნავს ამ ახალ წელს ბედნიერება, რა შეიძლება მოიტანოს და ერთ-ერთ პარამეტრი. კი ბატონო. და დიდი მადლობა მიშამ შვილდაძე იყო ჩვენი გადაცემა. მადლობა მიშა.
ძვირფასო ტელემაყურებლებო, ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვ და ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. ახლა გავიქეცი საჯარო მოხელეებთან ერთად საახალწლო ზეიმზე გამოვდივართ და მე და ტალახაძეს ელფის როლი მოგცეს და უნდა ვიმეცადინოთ ტექსტი ნახვამდის. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.